მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო პალიტრას FM 103.9-ზე, გვიყურებთ პალიტրա TV-ზე, ეს არის გადაცემა პროვოკატორი. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი აკაკი ბობოხიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან. მოგესალმებით, ბატონო აკაკი. მოგესალმებით, მანოზიანთ. ერთი იშვიათთაგანი ხართ, ვინც არ ყოფილა ჯერ ბოლო ამ 3 წელწადნახევრის განმავლობაში ჩვენს გადაცემაში, ასე რომ დებიუტს გილოცავთ აქ. რეკორდზე ასე ვთქვათ გამახსენდა ბჭყალებში რეკორდზე. თქვენ მე მგონი ერთი იშვიათთაგანი ხართ აგრეთვე, თუ ერთადერთი არა, ვინც ყველა პარლამენტის წევრი იყო, ხო? იყავით, ხო? ერთი გამოტოვეთ მაშინ. ასე რომ ვინ გერჩოდათ მაშინ? და რატომ? ალბათ EDP-ის წევრი იყავით და შევარდნაძე ვერ მოხდით. EDP-ის წევრი არ ყოფილვარ, არასდროს არ ყოფილვარ. არა, რატომღაც ისე მახსოვდა. თუმცა ბუნებრივია, რომ მაშინ ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურ თანამშრომლობაში ვიყავით. ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი. ხო, რესპუბლიკური პარტიის წევრი იყავით და ხართ ნაციონალური მოძრაობის. ვიყავი სახალხო პარტიის წევრი. სახალხო პარტია, რომელი სახალხო პარტიის უკეთ დავაზუსტოთ? სახალხო პარტია, რომელიც შეიქმნა ეროვნული დემოკრატიული პარტიის გაყოფის შემდეგ. ბატონი მამუკა გეორგაძის. ხო, იმიტომ რომ მანამდე იყო სახალხო პარტია, რომელსაც ბატონი სეხავილიძე ხელმძღვანელი იყო. მოკლედ ძალიან ესეთი მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული გაქვთ, თუმცა არასდროს არ ყოფილიყართ მემარცხენე, ასე ვთქვათ, ორგანიზაციის წევრი. მე არ ვიტყოდი, რომ მრავალფეროვანი მაქვს, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია ჩამოთვალეთ უკვე. არა, მე მიმაჩნია, რომ პარტია ზოგადად ვთვლი, რომ ეს არის სამუშაო იარაღი, რომლითაც აკეთებ რაღაც საქმეს. მე ვთვლი, რომ ვაკეთებდი ერთსა და იგივე საქმეს. თავის დროზე ვთვლიდი, რომ უნდა მებრძოლა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ და ვირჩევდი იმ პოლიტიკურ ძალას, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდისათვის მე ვთვლი, რომ სახალხო პარტია 98-2003 წლებში, 2002 წლებში, მე ახალი ძალა გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ყველაზე აქტიურად მებრძოლი იყო შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ. მე უბრალოდ 98-2002 წლებში არ მახსენდება სხვა უფრო აქტიურად მებრძოლი პოლიტიკური ძალა შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, ვიდრე სახალხო პარტია. თქვენ მე არ ვამბობ, რომ სახალხო პარტია ძლიერი პარტია იყო, მაგრამ ის იყო ყველაზე აქტიური. მე გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობა და მე გამოჩნდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის პარტია არის. რადგან უფრო მაგრები იყვნენ და შევარდნაძე უფრო ერჩოდნენ? არა, ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით მაგრები. ახლა მე სულაც არ ვარ ისეთი, რა ქვია, მორიდებული კაცი, რომელიც ვთქვათ თავის წილ პასუხისმგებლობას ან თავის წილ უფლებებს ადმე გაურბის. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვიყავი ყველა პროცესის დაწყებული 1998 წლიდან. ასე რომ არ ვიყავი თქვათ რაღაც პარაზიტი, რომელიც ვეშაპის სხეულზე აეკვრება. ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით პროცესებს და ბუნებრივია, რომ პროცესები, საიდანაც პროცესის შედეგი რეალურად შეიძლება დამდგარიყო, ყველა იმ ძალასთან თანამშრომლობდი და აქედან აღმოჩნდა თქვათ ნაციონალური მოძრაობასთან, იმიტომ რომ მე გამოვიკიდე ერთხელ ვამბობ, სამი პოლიტიკური ძალა მაქვს გამოცვლილი, რესპუბლიკური პარტია, სახალხო პარტია და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ მე ვთვლი, რომ პოზიციები და პრინციპები არასდროს არ შემიცვლია. თავარი პოზიციები და პრინციპები ჩემთვის იმ პერიოდისთვის იყო ყოველთვის უცვლელი და რაც თავარი არასდროს არ გამიკეთებია ის, რომ დამარცხებულებიდან გადავსულიყავი გამარჯვებულთან. არა იმიტომ, რომ ვთქვათ ეს მაინც და მაინც რაღაც საშინელებად მიმაჩნია, თუ ეხლა გამარჯვებული არის იმ პოლიტიკის გამგზელებელი, რა პოლიტიკის მომხრეც იყავი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაამართლო კიდეც გადასვლა, მაგრამ თუ ხარ იმ პოლიტიკის მომხრე, რასაც გამარჯვებული ახორციელებს, მაშინ წესით გამარჯვებამდეც ბრძოლის დროსაც უნდა იმ პოლიტიკურ ძალასთან. თუმცა მან შეიძლება ალღოზეც ელაპარაკო, რომ დღეს თუ არ არის გამარჯვებული, ხვალე გახდება. არა, ყოველ შემთხვევაში მარტივია, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის პოზიცია, მიმართულება ჩემთვის მისაღები იყო, მაშინ მე მათთან გამარჯვებამდეც შორაშიც უნდა ყოფილიყო. ოპოზიციაშიც იყავით ბევრი წელი და ხელისუფლებაშიც, რომელი უფრო ადვილია. ბუნებრივია, რომ ოპოზიციაში ყოფნა გაცილებით უფრო ადვილია, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის უამრავი პრობლემა გადასაწყვეტი, არის უამრავი ვალდებულებები, რომლებმაც მე არ ვიცი სწორი იყო თუ არასწორი იყო, გარკვეულ პრინციპებზე დროებით, თქვათ, ვარი გვათქვევინა, რაღაც პრობლემებზე თვალის დახუჭვა გვაიძულა, მე კიდევ ერთხელ მე სხვათა შორის მაქვს ერთხელ ნათქვამი, რომ მე ნანო ბევრ რამეზე, როდესაც ვთქვათ, პოზიცია არ დავაფიქსირე და დღემდე ვფიქრობ ღირდა თუ არა ვთქვათ,
პოზიციების არ დაფიქსირებად ის შედეგები რა შედეგებზე ორიენტირების გამო ну არაფერი ხა ჩვენ მე არ ვუარყოფ რომ ჩვენ გვქონდა დემოკრატიის ხარისხის თქვა პრობლემა მაგრამ მე რამდენჯერმე უთხარი კიდე დღევანდელ უმრავლესობას როდესაც ჩვენ რაღაცას ვითმენდით რაღაცაზე თვალს ხუჭავდით დემოკრატიული პოზიციების თქვა ხარისხზე და თვალს ხუჭავდით რაღაცის გამო კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო თუ არა სწორი ეს მოდი ცალკე გადავდოთ. ეს იყო ყოველ შემთხვევაში მიგვაჩნდა რომ ხუჭავდით იმის გამო რომ ქვეყანა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანი სახელმწიფო იყო უბრალოდ ჩამოყალიბებელი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ედუარდ შევარდნაძის დროს ჩვენ ელემენტარულად სახელმწიფო არ გქონდა, ჩვენ გქონდა რაღაც სახელმწიფო ჩანასახის ფორმებში, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები მიმაჩნია რომ ფეხზე დავაყენეთ, სახელმწიფო ფეხზე დავაყენეთ, ოღონდ ვიმეორებ გინდა თუ არა ეს ყველაფერი იმ ბატონო, იცით რა, ბოდიში გაწყვეტინებთ, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, რასაც ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ არა ერთი ნიუანსი, აი თქვათ, რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება. არ იყო სახელმწიფო და ამის გამო შეიძლება მართლა მსხვერპლზე წასულიყავითო და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არის გამართლება თუ არა ახსნა მაინც. და სრულიად გასაგებია, მაგრამ 3-ში, 2004-ში, 5-ში, 7-ში გასაგებია, მაგრამ მას შემდეგ რაც როგორც თქვენ ბრძანეთ სახელმწიფოს დაამსგავსეთ, აი ეს რაღაცებზე თვალის დახუჭვა, კი არ შემცირდა პირიქით მოიმატა. ანუ ის თუ 2003-ში ჯერ კიდევ იყვნენ შევარდნაძის ნარჩენები, ასე ვთქვათ, თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვაგან სადღაც და ვთქვათ, ამაზე შეიძლებოდა თვალის დახუჭვა. მაშინ მე მახსოვს უფრო კომპრომისო იყო ნაციონალური მოძრაობა ესეთი გამოვლენების მიმართ. ვიდრე 2010-ის მერე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ კომპრომისი გავაკეთეთ საკუთარ მე მიმაჩნია რომ კომპრომისი გავაკეთეთ საკუთარ სინდისთან, რაც სულაც არ ვთვლი კარგ საქციელად რა. ოღონდ ვამბობ და დღემდე მაქვს თქვა პასუხგაუცემელი შეკითხვა ჩემ საკუთარ თავთან ღირდა თუ არა ამ კომპრომისად. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ თურმე სახელმწიფო მშენებლობის პროცესი ეს არ არის რაღაც ერთჯერადი და მოკლევადიანი პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ამ კომპრომისების გამო მივიღეთ 2012 წლის შედეგი და მე მიმაჩნია რომ 2012 წლის შემდეგ სახელმწიფო მშენებლობის პროცესი პირდაპირ წავიდა უკუსვლით. აღმოჩნდა რომ სახელმწიფო ინსტიტუტების სახელმწიფო შეგნება არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, ჩემის აზრით, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ავტომატურ რეჟიმში რაღაც პროცესების გაგრძელება, ანუ მიმაჩნია რომ ხელოვნურად დაჩქარება რაღაც პროცესების საბოლოო ჯამში მაინც და მაინც თლად კარგ შედეგს ვერ იძლევა, ამიტომ აღმოჩნდა რომ კომპრომისები გავაკეთეთ კომპრომისები, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. და მიზანი რატო ვფიქრობდით, რომ თქვა ეს კომპრომისი იქნებოდა რაღაც შედეგის მომტანი? აი შედეგები ჩანდა. და კომპრომისის გარეშე არ იქნებოდა? ამას არ ვიცი, იქნებოდა თუ არა, ჩვენ ვიყავით ძალიან მძიმე კომპრომისი ადამიანი ან პოლიტიკური ზალა, ხო მაშინ მიდის ბატონაკად დავასრულებ და მე აღარ გაგაწყენ. კომპრომისზე მიდის შეგდებულად ამ შემთხვევაში თქვენ ამას გულისხმობთ. დაასხედით პარტიის თუ ხელისუფლების ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ, ელიტა და გადაწყვეტეთ, რომ ეს კი ესეა, მაგრამ ეხლა იმისათვის რომ ეს გაკეთდეს, ამ კომპრომისზე უნდა წავიდეთ. მარტივ რამეს გეტყვი, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი დარღვევა მე რომ ვკითხო რა და ჩვენ დრო ვერ მივხვდით აი ვერ გამოგვეპარა 10 წლის წელი საიდანაც უნდა დაგვეწყო რადიკალური შემოbrunება. აი მაგალითად სასამართლოს დამოუკიდებლობა. ამბობენ რომ შევარდნაძის დროს სასამართლო იყო აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩარჯვის მხრიდან. მოდი ესე ვთქვათ რომ არ იყო, მოდი ესე ვთქვათ, მოდი ჩემებურ ახსენს გავაკეთებ, სახელმწიფო ერეოდა და უпростоრად სახელმწიფო არა. მართველი ელიტა ერეოდა იქ სადაც მისი ინტერესები იყო, თუმცა მათი ინტერესების სფერო იყო ძალიან ვიწრო და ძალიან ვიწრო, იმიტომ რომ მათი ინტერესები საკუთარ ინტერესებს არ ცდებოდა. აქ თორე ის რომ თავისუფალი იყო და არ ერეოდნენ, მოდი ვთქვათ რომ ეს ტყუილი ეს არ არის მართალი რა. მოდი მარტივად ვთქვათ რომ ვთქვათ შედარებითია. არა, შედარებითია რა თქმა უნდა ყველაფერი. მარტივად ვთქვათ რომ თუნდაც პირდაპირ წავყვეთ იმ თეზას რომ სასამართლო იყო თავისუფალი. სასამართლო იყო სახელმწიფო მოხელეებისგან, ვთქვათ ჩარევისგან თავისუფალი, მაგრამ არ იყო თამისგან თავისუფალი. ანუ მიუხედავად იმისა რომ სასამართლო იყო თავისუფალი, სამართლიანი გადაწყვეტილებები მაინც ვერ დგებოდა დიდ ნაწილში და ოღონდ იქ მოტივი რის გამოც ვერ დადგებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება იყო სხვა მოტივის გამო ვერ დადგებოდა. ვისაც მეტი ფული ექნებოდა, ვისაც მეტი ნაცნობი ეყოლებოდა, ვისაც მეტი
გავლენა ექნებოდა ის გაიმარჯვებდა და არა ის ვინ იყო მართალი. აქედან გამომდინარე რა მოვუთავეთ ხელი არც ეგრე ცუდად იყო საქმე ის მეორე გაჩერდებოდა ესე აგებდა თუ ადამიანს არ ქონდა საშუალება არ ყავდა ნაცნობობა არ ქონდა ფული ის იძულებული იყო გასაცდელი საპროცესო მეორე გარიგებაში გადაიხდიდა ამიტომ გიმეორებთ რომ მიუხედავად იმისა რომ სასამართლო თითქოს იყო თავისუფალი მე მიმაჩნია რომ იქ სხვა არგუმენტები წვეთდა საკეთს ასე რომ მოსამართლე იყო თავისუფალი ხელისუფლებისგან მაგრამ არ იყო თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების დროს იმ მავნეზე მოქმედებისგან პირადი ინტერესისგან თუ სხვა დაინტერესებებისგან ამას ვერ აღნიშნავ თუმცა ის კარგია რომ აღიარებთ რომ ხელისუფლებისგან ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ესე იგი მოსამართლეებისგან სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების შანსი იყო ძალიან მცირე თუ იქ სახელმწიფო ჩარევები არ მოხდებოდა და მე მიმაჩნია რომ მას შემდეგ აი იგივე ვთქვათ საბაჟოზე ჩვენ დავიწყეთ კაცრი ჩარევა რატო ვავლებ ახლა პარალელს მე გეტყვით რა საბაჟოზე დავიწყეთ კაცრი კონტროლი კაცრი ჩარევა და მივედით რაღაც მომენტში იმ მდგომარეობამდე რომ სისტემამ დაიწყო თვით რეჟიმში მუშაობა ანუ სახელმწიფო კონტროლი უკვე იყო იმ დონეზე აყვანილი რომ არ იყო საჭირო ვთქვათ ადამიანების მასიური გამოცვლა არ იყო საჭირო ვთქვათ სადამსჯელო ოპერაციების ჩატარება არ იყო საჭირო მაინც და მაინც ყოველდღიური კონტროლი და თითო კაცზე თითო მეტალკურის დანიშვნა ასაგებია მაგრამ რაც საჭირო არ იყო ისიც ხო მოყვა ამას ხო და გავაგზავნო დავასრულოთ განკერძოებული სწორედ ასევე მას შემდეგ რაც სასამართლოში პრაქტიკულად აღიკვეთა ქთამის აღების შანსი იმიტომ რომ ეს არა იმიტომ რომ არა მხოლოდ იმით რომ თქვა მოსამართლეს უკარნახებდით გადაწყვეტილებებს თუ მოსამართლეს მე უკარნახობ გადაწყვეტილებას ის ბუნებრივია რომ ქთამს ვერ აიღებს იმიტომ რომ გადაწყვეტილებას მე ვიღებ ამიტომ რაღაც პერიოდში ხო და ამიტომ ვაგრძელებ სწორედ ამის გამო როგორც კი დადგა მომენტი რომ უკვე სისტემა არის კონტროლირებადი რომ მოსამართლემ ქთამი ვერ აიღოს მიუხედავად იმისა მას უკარნახებ თუ არა გადაწყვეტილებას ალბათ ჯობდა რომ სასამართლოსთვის უკვე მიგვეცა სრული თავისუფლება და მეცაც გვეთქვით ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მე მიმაჩნია რომ მიჩმორებული იყო ის მასალა. არა, შეგვეძლო მოგეცა. თავიდანვე ხელფასი მიგეცა. ნორმალური. და დაგენებელია, თავი როგორც იყო. არა, ხელფასი ნორმალური იყო, მე ბოდიშვიხდი, მაგრამ ხელფასი ჩვენ მივეცით ძველი თაობის მებაჟეებსაც, ხელფასი მივეცით ძველი თაობის მოსამართლეებსაც, ხელფასი მივეცით ძველი თაობის პოლიციელებსაც, მაგრამ ქთამის აღებას თავი ვერ დაანბეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. მებაჟე რაც არ უნდა ბევრი ხელფასი მიიღე, მიცე თუ სისტემა არ მუშაობს, ის ერთ ხელის მოწერაში 5 წუთში იშოვის 10 ჯერ იმაზე უფრო მეც. ამიტომ მარტო იმის იმედად ყოფნა რომ ხელფასი მივცეთ მაღალი და ის მას უნდა კონდეს ხელფასი მაღალი აუცილებლად როდესაც ადამიანი აკეთებს მატერიალური თვალსაზრისით ძალიან ღირებულ საქმეს და ძალიან დიდ ფინანსებთან და მატერიალურ ღირებულებასთან სასწრაფოებთან საქმე მას ანაზღაურება უნდა კონდეს შესაბამისი მაგრამ მას ასევე უნდა კონდეს გარდაუვალი დაუსჯელობის გზნობა თუ მას ხელი წაცდება წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ხელფასი ვერ გადაწონის იმ საცდურს და იმ ღირებულებას რაც მან პატარა დარღვევით შეიძლება მიიღოს ამიტომ პარალელურად უნდა იყოს გარდაუვალი დაუსჯელობის მომენტი და მიმაჩნია რომ სასამართლო სისტემაშიც გარდაუვალი დაუსჯელობის მომენტი და დამოკიდებულება რომ გარდაუვალად დაისჯებოდა სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე ჩვენ მინიმუმ 2009 წლიდან უკვე ეს მდგომარეობა გქონდა, მაგრამ გიმეორებ რომ აი ამ ზედმეტმა კონცენტრაციამ ძალაუფლების ზედმეტმა ძალაუფლებამ ჩვენ ყველაზე ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. სახელმწიფო უნდა გდომებოდა ხალხისათვის. ჩვენ ხალხს თითქოს მოუხსენით ყველა პრობლემა, რომელიც მას ქუჩიდან და ცალკეული ადამიანებისგან თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისგან მოდიოდა, მაგრამ აღმოჩნდა უცებ ესეთი მარტივი რამე, რომ ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის ყველაზე მთავარი საფრთხე იქცა სახელმწიფო. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თუ სახელმწიფოს ხელში ჩავარდებოდა, თუ მას მოუწევდა, სწორად თუ არასწორად, სამართლიანად თუ არასამართლიანად, რაიმე კონფლიქტში შესვლა სახელმწიფოსგან, თუნდაც მის დაუნებურად. ანუ სახელმწიფომ დაიწყო მასთან კონფლიქტი, ჩვენ სამწუხაროდ ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფო არასდროს არ უნდა გამტყუნებულიყო და მართალ ადამიანს გაუჩნდა დამოკიდებულება, რომ სახელმწიფოსთან თავის დაცვა იყო შეუძლებელი. მეცაც გეტყვით არ იყო გარწმუნებული ბატონო ზვიად მოსამართლეებთან შეკვეთა და ყოველ საქმეზე და ყველა საქმეზე რომ ეს მაინც ესე უნდა დამთავრდეს მაგრამ მოსამართლეებმა ძალიან აი კომფორტული სიტუაცია აირჩიეს რა
სად ვარკვიო მე რომელ საქმეზეა სახელმწიფო დაკვეთა და რომელ საქმეზე არ არის სახელმწიფო დაკვეთა სად ვარკვიო მე რომ სახელმწიფო ინტერესი არის თუ არ არის თუ დღეს პროკურატურას მე წინააღმდეგობას გაუწევ რაღაც საქმეში და არ დავეთანხმები მას ყველაფერზე ხვალ შეიძლება პროკურატურამ სულ სხვა რაღაც საქმეში იმიტომ რომ აშკარად პროკურატურა იყო ჩვენი ხელისუფლების დროს უფრო ძლიერი ვიდრე სასამართლო ხელისუფლება ამიტომ ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში ჩაიყენეს მოსამართლეებმა თავი ისინი ყოველთვის იყვნენ პროკურატურის მხარეზე თუმცა მინდა გითხრათ რომ არც დღეს არ არის გამონაკლისი ოღონდ მე მიმაჩნია რომ დღეს არის გამოძახილი იმ ძველის ოღონდ სამწუხაროდ ეს ძველი უკეთესობისკენ არ მიდის პირიქით მიდის კიდევ ისე ვარისობისკენ მიდის ძალიან მარტივია საინტერესოა ეხლა ვიღაც რო ისწრებს და არ იცოდეს რომ თქვენ აკაკი ბობოხიძე ხართ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და კიდევ თქვათ აი თქვენ ამ გრძელ მონოლოგში თქვათ პირველი პირიდან კი არ რო ლაპარაკობენ ჩვენ კი არ აი მათ რო გეთქვათ ჩვენის მაგალითად იფიქრებს რომ ან დამოუკიდებელი ექსპერტი ან ოპოზიციონერი ლაპარაკობს ზოგადად როგორი მომენტია იცი რომ მე როდესაც ლაპარაკობ რომ კომპრომისები დაუშვი საკუთარ თავთან გულისხმობ უამრავ რამეს ესე არ იყო ნაციონალური მოძრაობა იცით რა ნუ გამოვტოვეთ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანურ მომენტს ისა ბატონო აკაკი არა მეც საბაჟოზე თქვათ არა მხოლოდ ის რომ თქვენ ხელფასი მოუმატეთ და თქვათ აი საბაჟოზე სხვა უამრავი ცუდი რამე მოხდა ეს რატო იყო საჭირო კომპრომისის შემადგენელი ნაწილი რატომ უნდა ყოფილიყო მაგალითად თუნდაც მაგალითად გაანკერძოება კერძო საბაჟო ტერმინალების ჩამორთმევა პაკისტანი ბიზნესმენებისთვის მაგალითად აი გენრი ხაროშიძის ამბავი ჩამოართვით ახევა ქონებების რატომ იყო ეს კომპრომისის ნაწილი რა საჭირო იყო ბოლო ხალხი რატომ გადაიგდეთ კიდევ აგაშენახ ერთმა მოდი მე მინდა მაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი დეტალი იმისა თუ რატომ ვიწვიეთ ჩვენ მარცხი ჩვენ უამრავი ადამიანი მაინც გადავიკიდეთ ოღონდ მიმაჩნია რომ არის სადაც სწორად გადავიკიდეთ შეიძლება კანონიერად არა მაგრამ სწორად აქაც უკვე კომპრომისი კრიმინალური გადაკიდებას გვაქვს კარგია ეგ უნდა გადაკიდება თქვა ჩვენ ხო სამსახურიდან გავუშვით 30000 პოლიციელი არ გვიკითხია იქ რომელი იყო უფრო მეტად დამნაშავე რომელი იყო სისტემის შექმნელი რომელი იყო უბრალოდ მორჩილი სისტემის რომელი იყო უბრალოდ იძულებული რომ სისტემის მოთხოვნებზე ეპასუხა იყო იქ ჩვეულებრივი წესი იყო ხო რომ პოლიციელს თუ ქონდა ფულის შოვნის შანსი მას ფული რომც არ უნდა ეშოვა, იმიტომ რომ მას უბრალოდ მოთხოვდა ზემდგომი, რომ იმ ადგილიდან მას ფული მიეტანა. ეხლა სახლიდან ხო არავინ მოიტანდა. ანუ ადამიანები იყვნენ სისტემის, იძულებული იყვნენ რომ სისტემას აყოლოდნენ. თუმცა იმ სისტემაში სწორედ იმიტომ მიდიოდნენ რომ იქ ფული ეშოვათ. ანუ არ იყო მარტო ესე რომ იძულებული იყვნენ. უბრალოდ იმ სისტემის ღვიძლი შვილები იყვნენ. მე მაგალითად ვამბობ რომ მე შევარნაძის დროის ღვიძლი შვილი ვარ. მე ჩემი არსებით, ჩემი წამსით, ჩემი შეხედულებებით მინდა გითხრა, დისკომფორტს რატო განვიცდიდი უამრავ საკითხთან დაკავშირებით. მე წინამძღოლში მთავრობის ღვიძლის შვილი ვარ და უამრავჯერ თქვათ დამისვია შეკითხვა რომ რა ჯობია სახელმწიფოსთვის სად გადის ზღვარი რაღაც ღირებულ თქვათ ეროვნულ ტრადიციებსა და იმ ტრადიციებს შორის ჩვენ რომელსაც ვეძახით ღირებულს და ვეძახით ეროვნულს და ამ დროს არ არის ღირებული და ეროვნული მე მიმაჩნია რომ იმიტომ რომ ჩვენ ხო რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდში უამრავი ჩვევა შევიძინეთ რომელიც უამრავი დავკარგეთ მაგრამ უამრავი შევიძინეთ და ის რაც ჩვენთვის დღეს არის თქვათ ტრადიცია 20, 30, 50, 100 წლის წინ შეიძლება სულაც არ იყო ტრადიცია. მე ზოგადად მიმაჩნია და მაგ ესეთ დამოკიდებულება რომ ეროვნული ტრადიციები ესე ადვილად არ იკარგება. მე გარწმუნებ თქვენ რომ არავინ ხელოვნურად არაფრის დაკარგვას არ აპირებს, უბრალოდ ერს უწევს თანამედროვე თქვათ მოთხოვნებზე ხარისაბმა. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით რა, ჩემთვის ჩვენ თაობაში აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რომ ნათესავი ჩამოგსვლოდა სოფლიდან და მას არ დახვედროდი სახლში, არ გაჩერებულიყავი მასთან ერთად, არ მიგექცია ყურადღება, მაგრამ თანამედროვე ცხოვრების წესი იძულებულს ხდის რომ დაფიქრდი ამ მიდგომასთან დაკავშირებით. ახლა წარმოიდგინეთ ბანკირი, ბანკის თანამშრომელი, რომელსაც ზუსტად 10 საათზე 5 წუთითაც ვერ დააგვიანებს და სოფლიდან ჩამოსული ნათესავი ან თუნდაც მეზობელი ქალაქელი თხოვს რომ იცი რა, მე მეზობელი მოვედი ან მეგობარი ან ნათესავი შენთან და იმის გამო რომ ქართული ეროვნული ტრადიცია ითხოვს იმას რომ აუცილებლად უნდა მომისმინო და ამის გამო დაკარგო თუნდაც ის რა ქვია სამსახური. ჩვენ მოგვიწევს რაღაც ღირებულებების გვინდა თუ არ გვინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს და ეს არც ევროპული ის არის რა ქვია ღირებულება, არც რუსული, არც ქართული დრო მოიტანს ამას ყველაფერს. იმიტომ რომ ელემენტარული
არავინ არ გაპატიებს. იყო დრო, როდესაც ვთქვათ, რატო გამორიცხავს ეხლა გისმენ და ერთი მეორე რატო გამორიცხავს? რა, გამორიცხავს გარწმუნებთ რა, იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ გაპატიოს და ისადესავი დატოვებს სახში და მოვალ საღამოს და ასე იყო მე მგონი ყო რაღაცა. ეხლა ვიხსენებდი ჩემთან ნათესავები ჩამოდიოდნენ და რამე ჩემი სამსახურს არ აცნენდა მაგის. არა, არ იყო ასე. მე მაგალითად მახსოვს პერიოდი, როდესაც მე დამთავრებული მაქვს ფიზიკა-მათემატიკა უნივერსიტეტის მათემატიკის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და მე მახსოვს რომ კვლევით ინსტიტუტებში ადამიანები ასათმანეთზე უბრალოდ ვითომ დასაქმებული იყო და ყველად იყვნენ ხო? ანუ არა ეცით რა მნიშვნელობა აქვს რა იყო იქ იყო ესეთი წესი რა ქვია რომ შეგეძლო თქვათ ბიზაშვილის დაბადების დღის გამო გადაგედო სამსახური და წასულიყავი და სადღაც გეკეიფა ამოვარდება ეს წესი გვინდა თუ არ გვინდა არა რა თქმა უნდა კარგი იყო როგორ არის იცი ჩვენ ქართველებს გვინდა ევროპული დონის ცხოვრება ქართული წესით არა არც რუსულების დონე გვინდა ევროპული და ხო საბჭოური იყო გეთახმები იმიტომ რომ კერძო საკუთრებაში ვერავინ ვერ მოგცემს ეგრე დროის ეგრე შეჭკვაზე ფლანგვის საშუალებას. მოდი ძალიან გაგვიგზელდა რა. ყოველ შემთხვევაში მოდი მარტივად ვამბობ რა. არის მე მიმაჩნია რომ ნამდვილი ეროვნული არა ის კაი იყო იმაზე გავაგზავნოთ რა დააშავეთ კიდევ არა ფასეულობები ნამდვილი ეროვნული ფასეულობებს ვერავითარი ვერ მოსპობს. თუ რომელიმე ეროვნული ფასეულობა ბჭყალებში დაიკარგება, ესე იგი ის არ ყოფილა მართლა ეროვნული, იმიტომ რომ ეროვნული ფასეულობები არის ის ფასეულობები, რომელზედაც დგას ერის ყოფნა არ ყოფნა. იმიტომ რომ ესე არ არის შემთხვევით ჩვენ ქართველები იმიტომ ვართ რაღაცით განსხვავდებით სომხებისგან და სომხები იმიტოა სომხები რომ რაღაცით განსხვავდება ქართველებისგან და ასევე სხვა რომელიღაც სხვა ეროვნულს ვერაფერი ვერ მოსპობს მაგრამ რაღაცა ცვლილებები შევა და მე ახლა რასთან ხო გვიძლიშვილები იყვნენ მეთქი ყველა პოლიციელი ჩვენ არ გამარტივეთ ხო იქ თვალმართალი და ყველა დაუშვით სამსახურიდან ჩვენ 30000 პოლიციელს შევეხეთ ყველას ოჯახს ჩვენ საბაჟოდან გაუშვით ხალხი ჩვენ სამინისტროებიდან გაუშვით ეხა ისეთი კანონის მიხედვით ვიმეორებ გამეტანის შეგეცოდება მანდაც ორმაგი სტანდარტი იყო მე მგონი მანდაც ორმაგი სტანდარტი იყო მანდაც რაღაცა არ იყო თქვენ გაუშვით პოლიციელების სამსახურებიდან მე დაუნიშნეთ მათ საკმაოდ სუყე პენსიები ხო ბევრს ანუ რაღაც მიხედვით მე მაგალითად სულაც არ ვარ კმაყოფილი რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი და ციჭაბუქის დროინდელი უბნის ინსპექტორს რომელიც ყოველდღე გათახსირებული კაცი იყო გთამსაც იღებდა გცემდა კიდეც აქვს 6ჯერ მეტი ხელფასი ვიდრე დედაჩემს დამსახურებულ პედაგოგს ისა პენსია დიახ თქვენს მიერ დანიშნეთ სწორედ იმიტომ რომ ის ხალხი მოგემადლიერებინა არა სწორედაც რომ ვერ მოვიმადლიერეთ რა მიუხედავად იმისა რომ იმისთვის მიგეცათ მე მეცაც მაინც უმოდურები სწორედაც რომ ვერ ანუ შენც მეთახმები ხო ვერ მოვიმადლიერეთ ეს ყველაფერი იყო ხარკი გადახდელი იმისთვის ეს არის ის კომპრომისები მე ამ კომპრომისებზე არ ვამბობ რომ ვნანობ მეთქი რა ჩვენ დემოკრატიის ხარისთან დაკავშირებით ქონდა უამრავი კომპრომისი სადაც მაქვს ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემ ეხლა მალე რეკლამის რო გვექნება და მე იმ კომპრომისებს ვქოთ რა სასამართლოსთან ერთად პრესას რო დაეძგერეთ რომ მოხედეთ ეს არის ის კომპრომისები ზვიად ეს არის ის კომპრომისები ზვიად რომელიც გადახდაც ხარკის გადახდა უწევს ადამიანებს სწორედ იმიტომ რომ ქვეყანაში იყო სტაბილურობა იმიტომ რომ ეს იყო მიუხედავად ამისა სწორედ ეს ძალა იყო ერთ-ერთი დიდი შემადგენელი ნაწილი ვინც 2012 წელი მოგვიწყო გარწმუნებ რა ძალიან ხშირად ამბობენ რომ 2012 წელი მოხდა ის რაც მოხდა რა და ხო მოგვიწყო ჩვენთვის მოწყობილია ხო ეს არა მოგვიწყო რაღაცა გადატრიალებას გადატრიალება არა მოწყობი თქვენ მოუწყობთ შევარდნაძეს აი მოწყობილი ისე მე მეცაც გეტყვით რომ მე მიმაჩნია რომ 2003 წელი რევოლუციური იყო ცვლილებების თვალსაზრისით თორე თვითონ 2003 წელი მე არ ვთვლი რომ რევოლუცია იყო რა მე ის უფრო კარის შიდა პროცესებს უფრო მაგონებს აი 2012 წელი იყო ნამდვილი რევოლუცია რო იცოდეთ რა ჩემთვის ეს იყო ნამდვილი რევოლუცია იმიტომ რომ რევოლუცია არ არის აუცილებელი მაინც თოფის როლით მოაწყო 2012 წელს ქართველმა ხალხმა რევოლუცია მოგვიწყო ჩვენ პრაქტიკულად რა იმიტომ რომ ისევე როგორც იმ ქართველმა ხალხმა მოუწყო შევარდნაძეს როგორც გამსახურდია იქ სხვა რამისთვის იყო იქ აშკარად იყო აი მეცაც გეტყვი რა კიდე კაი რომ ჩვენ წავაგეთ არჩევნები რა თუ თბილისი უნდა წაგვეგო მე არ ვიცი რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში ჩვენ რომ მოგვეგო თქვა მთელი არჩევნები რა დათმობდა ოპოზიცია არ დათმობდა რაზე იყვნენ წამსვლელები იმდენად ძიმე იყო ხალხი მზად იყო ამისათვის ეს ჩვენ მივიყვანეთ ამ მდგომარეობამდე ზოგან გარდაუვალი აუცილებლობით ზოგან ვიმეორებ შეცდომები და ზოგან შეცდომებზე უფრო გადაჭარბებული მოქმედებითაც. ამიტომ მე ვამბობ ესეთ რამეს რომ ძალიან ძნელი გასავლებია წითელი ხაზი. აი თქვენ მეთანხმებით რომ ყველა პოლიციელი უნდა გაგეშვათ.
მაგრამ არ მეთანხმებით რომ ვიღაცისთვის რაღაცა უნდა წაგვერდოს. სწორედაც რომ არ გეთანხმებით რომ ყველა უნდა გაგეშოთ. არ გეთანხმებით. კი ვიმეორებ რა, როდესაც რევოლუციური ცვლილებები ხდება, მე პირადი მეგობარი მყავდა, რომელიც ორჯერ სამჯერ თქვათ საბაჟოზე ჩემი რეკომენდაციით დატოვეს და ერთ დღეს მოდის ეხლა იმედია რომ სახელი და გვარი არ არის ხო საჭირო. ერთ დღეს მოდის და მეუნება რომ აი კაკო გამომიშვეს უკვე საბოლოოდ საბაჟოდან, სხვადასხვა იყო აი გარდაბნიდან რო ის გადის რა ქვია აზერბაიჯანში გადადის ბიუკასია თუ არ ვცდები ბიუკიასიკი იქეთა მხარეს თამარიანი კი დიდი საბაჟო ტერმინალი იყო რკინიგზის ვაგონები და ასე შემდეგ იყო მაგრამ არ იყო ისეთი აქტიური როგორც წითელი ხიდი მაგრამ როგორც ჩანს ნუ რაღაცა ორი კაპიტალი ხო მაგრამ რკინიგზის თვალსაზრისით უფრო აქტიური რკინიგზის საბაჟოსთან ამ რკინიგზის კრიტებთან ამათ ვერ კონდათ ესე ყოველდღიური დიდ კარმოშკასთან ხო ესე ვთქვათ რა და ჩვენი ხელისუფლება უკვე ორჯერ სამჯერ ეს კაცი ჩემი რეკომენდაციით დარჩა და მიმაჩნია რომ წესიერი კაცი იყო მაგრამ ვერ გაემიჯნებოდა რაღაც პროცესებს რას და მეუნება რომ აი მე უკვე გამიშვეს და საბოლოოდ რა რეკლამის რა მანდ ბოდიშ მოგიხდეთ დაასრულეთ ეს ამბავი ძალიან და ვეუნები რომ და იცი რა კაკო არ მეწყინებოდა რომ იქ არ მოეყვანათ არაპროფესიონალები თუმცა მე ვიცოდი რაზეც იყო ლაპარაკი და იმ წუთში უთხარი რომ სხვა სახელს ვიტყვი ვაჟა პირობითად ვაჟა აი იცი რა ეხლა შენ მიდი მე დამიდგინე რამდენი შემოდიოდა თქვენ დროს რამდენი შემოდის ეხლა ამ არაპროფესიონალების და ამ უვიცების დროს და მე გაჩვენებ მე ამათ რას უზავ ჩემს ხელისუფლებას რა რომ როგორ არაპროფესიონალები უვიცები მოიყვანენ და ჩაანაცვლეს თქვენი მაგრამ გითხრეს ალბათ რომ 100-ია საჭირო არა პირიქით მითხრა რომ ახლა უფრო მეტი შემოდის მაშინ იქვე ვეკითხები კი მაგრამ შენი პროფესიონალიზმი და სად ჩანს იცი რა ჩვენ თუ გვეტყოდნენ რომ იცი რა არაფერი არ უნდა გაკეთდეს ჩვენ ამაზე უფრო უკეთესად გავაკეთებთ აგაშენა ვაჟა ვეუბნები აი სწორედ მან დავარ სანამ სიტყვით გითხარი რომ მორჭა ის ძველით რომ დაანებეთ თავი მანამდე არ დაიჯერეთ და სანამ არ გაგიშვეს არ დაიჯერეთ და რო გაგიშვეს უკვე გვიანია ხო და მიმაჩნია რომ შენს პროფესიონალიზმს თუ ჩემთვის შედეგი არ მოაქვს მე მიმას ნაკლებად პროფესიონალი ჩემი მე ხელისუფლება არის ორიენტირებული რეკლამის მაგალითად გასაგებია ეს რადგან ისეთ ისტორიით დავასრულეთ თავს ნებას მივცემ რეკლამის შემდეგ რომ დაბრუნდებით მეც ერთ ამბავს მოყვები ასე ვთქვათ აი ესე შინაურს გადახდენის რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს ნიუანსებს ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის პირველი წლებისა რეკლამა პროვოკატორის ეთერში ბატონი აკაკი ყობოხიძეა ჩვენი სტუმარი მასთან ერთად დაბრუნდებით მალე 2:17-139 შეგიძლიათ დაგვირეკოთ დაუსვათ მას კითხვები არის მოდით აღარ გველოდოს მსმენელი და მე განვაგრძოთ საუბარი დიახ გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ცოტა ხმამალა თუ შეიძლება ეხავე ალო დიახ გისმენთ გამარჯობა გაგიმარჯობა მე ვეძინის 2 ნომერიდან გირეკავთ ხა მე ვეძინის 2 ნომერიდან გირეკავთ სასიამოვნოა კაი დრო გამახსენდა ჩემ თაწმინდელი მეზობელია რომელიღაც ოღონდ ვერ გეცანით მე მაინტერესებს ბატონი აკაკი რო ლაპარაკობს ხო ტელევიზორს ჩაუწიეთ და უკეთესად გავიგებთ ზუსტად თქვენგან რო ვიყიდები და მე ისავარ გისმენთ ტელევიზორს ჩაუწიეთ რომ გავიგებთ ბატონო ეხლავე ბატონო ზვიად მაინტერესებს დიახ კი უკვე ჩაუწიე როგორ ჩაუწიეთ ჩემი ხმა მესმის მათ გაცო საერთოდ უნდა ჩაუწიოთ რომ ჩვენ გავიგოთ და ტელეფონში უნდა გვესაუბროთ მოიცა ეხლა მოიცა გისმენთ ის აღარ გავიყვანოთ ეთერიდან ახან დიახ გისმენთ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რა თორე ძვირფასი დრო გვეტარი ბატონო ზვიად დიახ გესმით ჩემი ხმა დიახ ხო მოკლედ თუ შეიძლება დიახ ბატონი აკაკი რო ლაპარაკობს რომ სასამართლო და ეს რაღაც უფრო კარგი იყო ვიდრე მაგალითად შევადნაძის პერიოდში მე გეტყვით პირდაპირ სასამართლო საერთოდ არ არსებობდა 2007-2003 წლის შემდეგ კონკრეტულად გასაგებია მარნეულში ჩატარდა დიახ მოკლედ 2007 წლის 20 მაისს 20 დეკემბერს 2000 ბატონო კონკრეტული იქნებ კითხვა დაგვისვათ რა ბოდიშ გეხდით მარტო ჩემზე არა აი მეჩხუბებიან ყურში პროდიუსერები თან თქვენ ტელევიზორის ხმა ისევ ისმის და ამიტომ აი ეს ტექნიკური ბატონო აკაკი ის ამბავი რომ ეს აი წმინდა ადამიანური მომენტები მე ძალიან მაინტერესებდა თქვათ ეხლა ერთი მხრივ დაუნახე უნდა ყოფილიყავი რომ ფეისის თვალსაზრისით ფასადურად რომ
ნუ ეხლა თუნდაც თბილისისთვის შეგეხედა და არ გეთქვა ამას არ მარტო უცხოელები, არამედ ჩვენც აღნიშნავდით, რომ რაღაცები გაკეთდა, რაღაცები კი არა, ბევრი რამე გაკეთდა. მაგრამ ამის მიუხედავად მიიღეთ საკოლად საშინელი შედეგი, თქვენ კი ამოთ, კიდე კაი წავაგეთო. რატო და იმას გამოვაკლებთ იმას, რაც გაყალბებით მიიღეთ და მიიღეთ ინერციით იმ კატეგორიის სამომრჩევლისგან, რომელიც როგორც წესი ხელისუფლებას აძლევენ. და ეს სიტყვა გაყალბება ამოვიღოთ. ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ ვესწრებოდი მე. და მე თვითონ ნახე და როგორ 2012 წელს 2012 როგორ ამოვიღო მაგალითად გაყალბება. როგორ როცა ჩემი მეზობელი ერთი ქალბატონი ეს არა რომ საძვიათ თბილისში დიდ დიღომში. ზვიად 2012 წელს ჩვენი კოორდინატორები თქვენი კოორდინატორები ზუსტად იყვნენ შეყუჟული კუთხეებში შეშინებულები. რას მელაპარაკობ? რას გელაპარაკობ? 2012 წელს აქეთ თუ გაგვიყალბებდა, იმიტომ რომ იგივე ჩვენი კოორდინატორებიდან, ჩვენი კოორდინატორების 80% ელემენტარულად გავყიდა. ჩვენი კოორდინატორები ჩვენ 20-ზე გეუბნები თუნდაც შეუძლებელია. მოდი ეს წავაგეთ არჩევნები რა. გეთახმებით იმაში რომ როგორც ხელისუფლებას თავისი წილი შეხვდა, რომელსაც ეხლა ვერ მიიღებს ალბათ და ვერ ზღებულობს. არა, ვერც მიიღებს, ვერც ერთ ხელისუფლება ვერ მიიღებს. მომდევე არჩევნებზე იმაზე მეც რაც არა, როგორც ანუ ხელისუფლებიდან წასვლის მომენტში ჩვენ რაღაცა წილი ხმებისა შეხვდა როგორც ხელისუფალს, რომელსაც ეხლა უკვე ვეღარ ვღებულობთ რა. თქვენ გულისხმობთ რომ ეს ხელისუფლება იმ წელსაც ვერ მიიღებს? არა, კიდევ ერთხელ წაგების დროს რა თქმა უნდა მიღებული ხმების რაოდენობა არ არის ის, რომელიც პირადად შენ გეკუთვნის როგორც პარტიას. წაგების დროს გაქვს ხელისუფლებაში ყოფ პარტიას. წაგების დროს აქვს ხმები, რომელიც მას ეკუთვნის როგორც პარტიას და როგორც ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ მეთქი იმას. მაგრამ ზუსტად მაგრამ ის შედეგი მე ვთვლი, რომ არ იყო კატასტროფული, ესე ვთქვათ, ის ახლა პოლიტიკური, მოდი, ნუ იმას ვიდათ. შედეგს დავანებოთ თავი, ბატონო აღარ. ერთი წუთით. შედეგს დავანებოთ თავი, ამიტომ თუნდაც იმ მიზეზის გამო, რაზეც ვკამათობ და ვერ ვთანხმდები, თქვა გაყალბება არ გაყალბება. თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში როგორც წესი ხელისუფლებას აძლევენ ხოლმე ხმას როგორც არის და ასე შემდეგ. ამიტომ ვისაუბროთ გულწრფელ მხარდაჭერაზე. ეს გულწრფელი მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ ვალარი აღარ იყო პენსია, მიუხედავად იმისა, რომ დენი მუდმივად იყო, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი დადიოდა, რომელსაც აიხედავდი და 8 წუთი აწერია და მოვიდოდა ზუსტად 8 წუთში და ასე შემდეგ. მაგრამ და ისტორია ერთი არც თუ ისე სახალისო, ხა ჩემთვის მით უმეტეს კონტროლის პალატა. თქვენ ლაპარაკობთ შევარდნაძის დროის კორუმპირებულობაზე. ხო და ამეთახმებით ალბათ ბატონო რეზოს თქვენს იცნობთ, რომ მეც თქვა ვიცნობდი და კონტროლის პალატა შეიქმნა შევარდნაძის დროს, ბატონი რეზოშავიშვილი იყო მისი თავმჯდომარე და ვერავინ დღესაც ვერ თქოს კონტროლის პალატაში კონტროლის პალატა იყო კორუმპირებული, ოღონდ რეზოშავიშვილი არ იყო კორუმპირებული. და რეზოშავიშვილი ვერ ხვდებოდა. მაგრამ კი ბატონო, ერთი წუთი. რა თქმა უნდა, არა, ვერ ხდებოდა არა. რეზოშავიშვილი სხვა რამეზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში რა. კონტროლის პალატაში მუშაობდა მამაჩემი. ხო და ძალიან საინტერესო მოკლედ ვიტყვი, ძალიან საინტერესო ისტორია. ლაიქ ტესტირება გაიარეს, როგორც იყო, თავიდან სულად არ იყო მაკონტროლებელი პროფესია, ფსიქოლოგი იყო, მაგრამ კადრების მომზადების ეს იყო განყოფილება და გაიარა ეს ტესტირება და მუშაობდა. ყოველ დაბადების დღეზე იყო ესეთი საინტერესო და შემოდიოდა თურმე მისი არ იყო ის სამყარო თანამდებობას სპეციალისტი იყო, მაგრამ შემოდიოდა მდივანი თავმჯდომარის და შემოქონდა რაღაცა მისალოცი ეგრეთ წოდებული ადრესი, ხო? ეს ქაღალდზე რომ აი თქვენ როგორც ჩვენი სეგულის უხუცეს თანხმობას გილოცავთ რაღაც და ხან ხალსტუხი, შემდეგ წელს რაღაც კალამი და რაღაცა. როცა თქვენ მოხვდით ხელისუფლებაში, ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. თან ესე იმორით ყვებოდა. ჭოლაძე იყო, ხო ბატონო? ჭოლაძე დანიშნეთ. ხო და მოვიდა ეს დაბადების დღე და შემოვიდა ეს მისი ახალი მდივანი და კი დავინახეო რომ ეს შემოიტანა რა ქვია ეს მისალოციის და საჩუქარი არ ეჭირა ხელში ხა ცოტა გული კი დამწდა მაგრამ მაინც გამიხარდაო რა ამათაც ახსოვდეთ და დაუდო ეს ქაღალდი სადაც ეწერა რომ დღეს 65 წლის გახდითო და შეგიძლიათ მიბრძანდით სამსახურიდან ხვალ არ მოხდა მეორე დღეს მომიდა დაცომ არ შეუშვა თავისი ნივთები ჩამოსადანად არაფერი ცუდი ხო მეორე დღეს იმპაქტა დაარტყა ნერვიულობაზე მაგრამ ეს იყო ძალიან მაგალითი მაჩვენებელი იმისა როგორ იქცეოდით თქვენ რა მოხდა როგორ იქცეოდით ადამიანებს ზვიად რაც არ უნდა ყვითელი ავტობუსი ჩამოგეყვანათ ზვიად გეთახმები ზვიად გეთახმები მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა მე გუბერნატორობიდან ორჯერ წამოვედი, ოღონდ ერთხელ სხვა მიზეზი და არაფერი არ იყო თქვა, ამდა მეორჯერ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც წამოვედი გუბერნატორობიდან,
და მე არ გამოუშვი ვარ, ხო, მეორე 2008 წელს უბრალოდ კენჭი ვიყარე ისე რომ გუბერნატორმა პრეზიდენტს არც კი მკითხე, რომ კენჭი ვიყრიდი რა. ახლა ვიღაცა მეტყვის რომ თქვა, რატომ უნდა გეკითხა და თავისუფლებაზე დამიწყებს ლაპარაკს რა. იმიტომ რომ ვიტყოდი რომ კატეგორიულად ვარს მეტყო და არც კი უთხარი და ფაქტის წინაშე დავაყენე. მე რო ყოფილიყავი მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, კაკო ბობოხიძე სწორედ ამ საქციელის გამო არციაში ჩავსვავდი, იმიტომ რომ მას უნდა მოეწერა ხელი. და გუბერნატორობიდანაც გადავაყენებდი, იმიტომ რომ გუბერნატორმა პრეზიდენტის წარმომადგენელმა არა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა არ უნდა ქნას ესე რა, პრეზიდენტს უნდა უთხრას, მაგრამ რო ვიცოდი რომ ესე ფაქტის წინაშე დავაყენე უბრალოდ. ერთ-ერთი მოტივიც რა იყო? სვია არ დაიჯერებ, ეხლა შენ მომიყევი მე მაგალითი თქვა ერთი ვარიანტი, თქვა როგორ მოხდა მამა თქვენთან. მე პირადად მაგალითად ვამბობ რომ ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, მე თავის ძროზე დებულებით 33 კაციდან 28-ზე დამიყვანეს საშტატო რაოდენობა და იძულებული ვიყავი რომ ვიღაცა 5 უნდა გამიშვა. ჩემთვის ყოველთვის იყო ტრაგედია ვინმეს გაშვება. რო იცოდეთ ეხლა ზოგადად არის შექმნილი ისეთი მითი რომ აი ძმები ბობოხიძეები ამის კაცებს ჭამელები არიან. მე მინდა გითხრათ რომ მე ჩემი მოწინააღმდეგეებისთვის მაქვს უამრავი მხარდაჭერა გაკეთებული პირდაპირ ფაქტები, თუმცა ეხლა არ უნდა იყოს წესით ჩვენი ცხოვრების მაგალითი. ვიცი, მახსოვს ეს ქუთაისის ამბებიც ვიცი და ვიცით მამიდეცი რომ ეს არის წმინდა ადამიანური შენ გაქვს ამოცანა დასახული თქვა რომ ადამიანების რაღაც ნაწილი გაუშვა სამსახურიდან თუნდაც რომელიღაც თაობის ერთი წუთით გაგაწყვეტინე ბატონო აგა როგორ გაუშვებ ეს არის ბევრი რამე ჩვენზე დამოკიდებული ვიღაც ამას აკეთებდა უხეშად მე მაგალითად გაგახსენებთ თქვენ ძიმე პერიოდს როდესაც იმის გამო რომ ჩვენ ტემპში შედეგებზე ვიყავით თქვა ორიენტირებული და ვამბობდით რომ აი სასწრაფოდ არის დასაცლელი თქვა რომელიღაცა სასტუმრო იმიტომ რომ ინვესტორმა დროზე მოაწესრიგოს და ლამის კი არა ძალით გავყავდა დევნილები თქვა რომელიღაც სასტუმროებიდან სასტუმროს კი არ აუშავს. ყველა საინტერესო ის იყო. აშენებული корпуსი რო დაანგრიეთ და საკაცეები თავადყოფები რო ჩამოყავდათ. მინდა გითხრათ რომ სხვადასხვა სამი იმ სიმაღლის სახლი დგას ახლა იქ. ეგეც კიდე მეორე შეცდომა, როდესაც შენობა სხვადასხვა ჩემი მეგობრების აშენებული იყო ძალიან ახლო მეგობრების. მინდა გითხრათ რომ მეორე უბედურება კიდე ყველა ის ადამიანი არის დაკმაყოფილებული და უფრო უკეთესად. და რატომ ჩქარობდით გველაპარაკა იმ ხალხთან თუ მაინც უნდა გაგვეყვანა. ხო ეს ამოპანჩურება აგაშენათ გვერდმა მე გიმეორებ რომ მოდი აღარ ვიტყვი ჩემზე ვამბობ რომ უბრალოდ ვამბობ ერთად გუბერნიაში არ გაყარეს დევნილები იმიდან რა ქვია სასტუმროდან 3 თვე დაჭირდა იმ ადამიანებთან ლაპარაკს და 3 თვის მერე ნებით მაყოფილი მაინც არ დარჩენ იმიტომ რომ მათ შეთავაზება ჰქონდათ 3 თუ 4000 დოლარი და რაც ხარ უნდა ბუნებრივია რომ ადამიანს მით უმეტეს როდესაც იცის რომ მას ამ წუთში აქვს შანსი რომ რაღაცა გამორჩეს ნუ ვიტყვით ეს ხალხი ქუჩაში დარჩენილი ხალხია ისინი ცდილობს რაღაცა ჭერი კონდეს თავზე ხო და მას გაუჩნდა შანსი რომ მიიღოს ბუნებრივია რომ მეც ცდილობს ხო შეიძლება უკმაყოფილო წავიდა მაგრამ იმ გუბერნატორს ვერასდროს ვერ წამოაყვედრიან რომ ეს შენ გავყარე იმიტომ რომ მაგას 3 თვე დაჭირდა მე იყო მეორე გუბერნია სადაც თქვა ერთ დღეში აღსრულდა ყველაფერი თუმცა ჩემ და სამწუხაროდ ერთი სასტუმროს და მეორე სასტუმროს დღემდე გაურემონტებელია ანუ შედეგზე ორიენტირებამ კიდევ ვიმეორებ შედეგზე როდესაც ორიენტირებული არის ხელისუფლება მოდის რაღაცა ზოგადი დავალება და ახლა არ მინდა ბოლომდე გავათეთრო თქვა სიტუაცია მაგრამ ბევრი რამე არის შემსრულებელზეც დამოკიდებული მე კიდე ერთ რამეს გეტყვი ზვია ერთ რაღაცას ერთი ჯერ მე ვიტყვი თუ შეიძლება ბატონო ორივე ლაპარაკობ და არის მე სხვათა შორის სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ძალიან არ მინდოდა რომ თქვენ მოსულიყავეთ. ეხლა მე ინგას ვეუბნებ, რაღა ბობოხიძე მოდის მეთქი, ჩემ პროდიუსერს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ აი რასაც ამბობთ, მოკლედ თქვენ არ ახართ ესეთი მამალი ნაცი, ვისაც კარგად ეჭხუბები კაცი, იმიტომ რომ თქვენ გქონდა წინააღმდეგობები, მე მახსოვს თვითონ თქვენ პარტიაში. აი ესა, აი თუნდაც ეს, მე მახსოვს ის ქუთაისის ამბებიც და ამისთვის მადლობელი იყვნენ ადამიანები თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით მეგობარმა. აგაშენა ხმერთმა, მე მითხრე ერთმა მეგობარმა. პოლიტიკურმა მეგობარმა, არა პარტნიორმა, არამედ მეგობარმა. რომ იცი რა, როდესაც მე დამსაჯეს რაღაცის გამო, გავიგე რომ შენ თურმე წინააღმდეგობა გაგიწევია. მე მას უთხარი რომ არ გამიწევია. სინამდვილეში ვიცი, მანაც კარგად იცის, რომ იცი რა არის. რა თქმა უნდა იყო, მე თავიდანვე ვიწყებდი მაგას, რომ არ იყო ნაციონალური მოძრაობა ის რაც გარეთ მითები შეიქმნა რომ იქ მარტო ერთი კაცი ლაპარაკობს და იქ არ არის 100 სხვადასხვაობა და არ არის ჭიდილი იყო მოწონება რაღაც პროცესების იყო წინააღმდეგობა რაღაც პროცესების მე მეცაც გეტყვით რა ქვია ძალიან მოდი მე მივაკუთვნებ ყველაზე ვარეს და რაზე მაგიცი ლაპარაკი რომ შიგნით რას ლაპარაკობდი და რას არა ეხლა უკვე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია ეს არის უკვე როგორია მიცი თავის მართლებასავით რომ იცი რა მე კაი ბიჭი ვიყავი იმ ცუდებთან არა ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელი ან ემიჯნები
იმას რა ქვია პროცესს და გადიხარ, ან პასუხისმგებელი ხარ. შენ იყავი მოწინააღმდეგე თუ არ იყავი მოწინააღმდეგე, ის შესრულდა რაც მოხდა. ამიტომ ან რჩები იმ გუნდთან ერთად და პასუხისმგებლობას კისრულობ და ბუნებრივია რომ ამბობ ყველაფერ შეცდომაზეც და ყველა კარგზეც თუ კი რამე გაკეთებულა იმ ქვეყანაში ცუძე პასუხისმგებლობა მეკითხება და კარგზე თუ რამე გვეკუთვნის მადლობა ამასაც ვერავის ვერ დაუთმობ რა მაგრამ ვამბობ რომ ეს არ იყო ძალიან ბევრი ბრძოლის შედეგი მეცაც გეტყვი მე მინდა რომ ქართველი ხალხი იყოს აქტიური მე მიზესთა გამო 2003 წელს შევარდნაძის გადადგომა პირველი მე გავიგე განცხადება დაწერილიც რო არ კონდა უკვე რო წერდა მე გავიგე იმიტომ რომ სულხან პაპაშვილთან თქვა სატელეფონო კავშირის დამყარება მოახერხე და მქონდა რაღაც პროცესებზე თქვა წვდომა მე გამოვედი კანცელარიის წინ და ადამიანებს ვუთხარი რომ ადამიანებს ჩვენ დამოკიდებულება ქართველი ხალხის ხო როგორია ჩვენ მაინც არ შევცვლით ვინ შეცვალა შევარდნაძის ხელისუფლება თუ არა ქართველმა ხალხმა ვინ შეცვალა ჩვენი ხელისუფლება თუ არა ქართველმა ხალხმა შეიძლება ბიძინა ივანიშვილით გულმოცემულმა შეიძლება ბიძინასგან დიდი მოლოდინებით ვთქვათ მომლოდინე ადამიანებმა მაგრამ მაინც ხალხს აქვს ყველაზე დიდი ძალა და როდესაც მიდის შეცდომებზე ლაპარაკი შეცდომების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის არჩევნები ჩვენ სამწუხაროდ 2012 წლამდე ყველა არჩევნები თითქოს გვაჩვენებდა რომ შეცდომები არ მოგდიოდა, იმიტომ რომ ხალხის მიერ ჩვენი შეფასება იყო ყოველთვის იმაზე უფრო დიდი და იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წესით უნდა ან ჩემის აზრით ჯობდა რომ არ ყოფილიყო, თქვა. მე მეცაც გეტყვით 2012 წელს მე ვთვლი რომ საქართველოს გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა 52-53%-ით 48-49%-ზე რომ მოეგო ნაციონალურ მოძრაობას, ოღონდ მიმეორებ. თბილისის უნდა მოგვიგო. კი, უნდა მოგვიგო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მწარე გაკვეთილი მივიღეთ 2012 წელს. ძალიან მწარე გაკვეთილი და მიმაჩნია რომ დღესაც გულსფელად გეუნები. ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყავით თქვენ მადლობა, აღარ უნდა მოგეგოთ. არა, მე მაინც გონია რომ მე ერთ რამეს გეტყვი რომ ჩვენ ახლაც მგონია რომ დღეს ვართ ის პოლიტიკური ძალა რომელმაც თუ ახლა ჩვენი წარე გაკვეთილმაც ვერ გვასწავლა ჭკუა მაშინ ჩვენი ჭკუისავლება თურმე არასდროს აღარ გამოვა მაგრამ მე გარწმუნებთ რომ ჩვენ ხალხი ისევ გაბრაზებულია თქვენზე ვიცი რომ გაბრაზებულია აი მე 21 მარტის აქციაზე ვილაპარაკებთ ძალიან გაბრაზებულია თქვენი აზრი რა მოლოდინებია ქართული ოცნების რეიტინგი ყველა კვლევი ძალიან კლებულობს ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არ მატულობს ყოველ შემთხვევაში მოიმატა გარწმუნებთ იმიტომ რომ შეუძლებელია არ მოიმატოს მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა რომ ამ წუთში გაძალდა რამდენ ადამიანს ელოდებით 21 მარტს რაღაცნაირად არა 21 მარტს ალბათ ვიქნებით იმაზე მეტი ყველა მოლოდინი ვიდრე ვიყავით ბოლო შეკრებაზე და მე მეკითხათ რომ არა ბევრი იმიტომ რომ იმის მერე ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშია მე ჩავატარე ექსპერიმენტი ასე თქვენ არ გაინტერესებთ ეს რომ გამოიწვიოს მე თქვენ იცნობთ ანუ თქვენ მე არ ვიცნობ ადამიანს ერთი წუთი კიდე ერთი რამის გამო რატო უნდა იყოს 21-ში ბევრი ხალხი სვიათ შენ ლაპარაკის უფლება და საშუალება გაქვს და აქ რადგან მე ვერ გავიხსენე ადამიანი ვინც უამრავი ადამიანი ვინც ხმა მიცა ქართულ ოცნებას ერთი წუთი დავასრულა უამრავი ადამიანი ვიცი უამრავი და თქვენც იცით ვინც ქართულ ოცნებას მისახმა და აგრეთვე უამრავი ვიცი ვინც აღარ აძლევს ხმას მათშო მაგრამ არც ერთი მათგანი ნაციონალებს ის კი არა ეგ კი არა არ ვიცი ადამიანი ვინც იცნობს ადამიანს ის ნაციონალებს აძლევს ისეთი ვინც არ აძლევს გითხარი რომ იკლებს ამიტომ რატომ ელითვეთ მეტ ადამიანს გეტყვი რატო ზვიად მე აი ხო ამბობ რომ არ მოვალ მე გეუბნები უნდა მოხვიდე ზვიად უნდა მოვიდეს ქართული ოცნების მომხრეც მე თუ მკითხავ და გადავალ არა ზვიად გეტყვი რატო აი მე ვარ კაცი მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხო მაგრამ მე ვარ კაცი რომელიც მოვდივარ 80-იანი წლებიდან ხო მე კიდევ ერთხელ მომბობ მე ყველა პარტიაზე უფრო მაღლა ვაყენებ სხვა რამეს რაღაც ეროვნულ ინტერესებს ზოგადად და მიმაჩნია და წერან დაუბრუნდები ისევ მე გამოვედი ხო და მაგი მეკვეს ბატონო სუწრეში არა ზვიად მე გეტყვი რომ მე მაგაზეც გეტყვი თუ დრო მექნება რა ზვიად მე გამოვედი კანცელარიის წინ და ხალხს მიმართე და ისევ დაუბრუნდები რომ ხალხს მაშინაც კი აი შევძლებთ კი ყოყმანი იყო აი ხალხო მეთქი ეხლა მაინც დაიჯერეთ საკუთარი ძალის და თუ თქვენ მუდმივად იქნებით ისეთი ფხიზლები, ისეთი აქტიურები, როგორიც ვიყავით ახლა ამ დღეებში, ვერასდროს ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გაბედავს გააკეთოს ის, რაც გააკეთა ედუარდ შევარდნაძემ და ჩამოვთვალე 4 თუ 5 ახლა ჩამოვთვლი ხელახლა, სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძე, გამყრელიძე და ის რა ქვია, შალვა ნათელაშვილი. ანუ ჩამოვთვალე
პირობი ყველა ის ადამიანი, ვინც იმ პერიოდში ასე თუ ისე მოიაზრებოდა როგორც საპრეზიდენტო ამბიციების მქონე. ვიმეორებ, რომ ნებისმიერი მე ხლა ქართული ხალხისკენ კი არ მინდა თითი გავიშვირო, რომ მარტო ის არის დამნაშავე. ვამბობ, რომ არა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შედეგს დებს ქართული ხალხი და საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობას გაწევა მოუწევს, აღება კი არა, გაწევა მოუწევს ქართულ ხალხს. დღეს რაც ქვეყანაში ცუდად რომ მიდის საქმე, ვიზურს ეწყდება ეს ჯოხი. მინისტრები იმაზე, რომლებიც არანორმალურ ხელფასებს და პენსიებს იღებენ თუ სახელმწიფო მოხელეების ხალხი რა? არანორმალურ ხელფასებს. ვინ? არა, ზუია, ტყუილი ეგ მითი ტყუილი ეგ დავივიწყოთ ზუია. ამეთი კაცო, ეგ ვერა ქობალიას პრემიების ისა მაგ ეგ უწყის. რამდენი იყო ზუია? 39000 ლარი ერთ დღეს გამოწერილი. მიშას დროს რომელიმე მინისტრი მუდმივად 12 და 14000 ჰქონდა ყოველ თვე. არა ხონდათ ორმაგი ხელმისი ზუიად რა ქვია ხელფასის და ვიმეორებ რომ ეხლა პრემიას დაარქვევ თუ რას დაარქვევ რა მნიშვნელობა ხელფასები ერთ კონკრეტულ რაიონს გეტყვი რა ზუიად ერთ კონკრეტულ რაიონს გეტყვი ხონის რაიონს სადაც იმის გამო რომ გაუჭირდათ მეორე ტურის დანიშვნა მოუწიათ და ამიტომ უფრო მეტი დაპირებების გაცემა მოუწიათ უფრო მეტ ადამიანებთან მოუწიათ თქვა მისვლა თავის შეწუხება და რაღაცის შეპირება დღეს იმდენი ადამიანია დანიშნული დამიჯერე რომ ვერ ეტევიან შენობებში და მართლა ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ვერ დაგიჯერეთ იმიტომ რომ რაღაცები მეც ვიცი ბატონო არა ბატონო ნახეთ ყველას მუნიციპალიტეტში უფრო კონკრეტულად ერთი წუთით დანიშნული ადამიანები არიან ჩვენ დროს ზუსტად ის მოდით ესეთ ფორმატით წარმართოთ როგორც რაზეც თანხმდებით რომ ესენი რასაც მიქარავენ იმაზე არ ვილაპარაკოთ რაც არ მოწევთ ერთ რამეზე თავარზე ხო ვთქვით მოდი ეს ნიუანსებში აღარ არა ყველაფერს ესე ხელახებებს ყველა შეცდომაზე ეხლა აქ მეტი ხელფასები ვიდრე თქვენ დროს ვერ დაგეთანხმებით ვიცი და რა ყველა შეცდომაზე ზუიად ყველა შეცდომაზე ზუიად საბოლოო ჯამში პასუხისგება მოუწევს ჩინოვნიკებს თქვენ დროს ქონდათ სამმაგი ხელფასები ზოგიერთ არა ზოგიერთ 1 2 3 არა შტატი და კიდე ერთ რამეს გეტყვი ზუიად ჩემ დროს ხელისუფლების სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანაშემწე ლევან ყიფიანს იყო ჩემი უფროს ქალიშვილი ხო მის წინამორბედზე ქონდა მესამედი ხელფასი თანაშემწეს ხო, ერთადერთ თანაშემწეს. ხო, კი ბატონო, ერთი წუთი, ამიტომ დავინტერესდი მე. მოადგილეების ხელფასით და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჩემი მეგობარი ძალიან ჭირდებოდა ჩემი შვილი, ნუ ეღარ გაძლო, ბავშვი აღამის 2 საათამდე მუშაობდა არაფრისთვის და ადგილად წამოვიდა. იქ მე რომ ნახე საერთოდ რა თქონდა მანამდე ვარძელაშვილის დროს და რა აქვს სამჯერ მეტი ხელფასები ქონდა. კიდევ დიდი უბედურება ზუია. ნუ რომ ეხლა ამათმა დაინიშნა და თქვენ დროს არ ქონდათ. არა ზუია დიდი უბედურება კიდე. თანაშემწეს თურმე ვარძელაშვილის დროს ქონდა მეტი ვიდრე აქვს ეხლა. ძალიან ცუდი ზუია. ვარძელაშვილსაც ქონდა მეტი ვიდრე აქვს ლევან ყიფიანს. ცუდი ზუია იცი რა არის. ვარძელაშვილსაც მეტი ქონდა ვიდრე ლევან ყიფიანს აქვს. ჩემო ბატონო რა ვქნა? არა მოდი ვერ დავიჯერებ იმას რაც ამ წუთში არ ვიცი თუმცა მჯერა შენი რადგან ამბობ რადგან ამბობ გიჯერებ იმიტომ რომ გავარკვია გიჯერებ ზუიად გავიგერო ესე იყო გიჯერებ ბატონო ჩემო არა მაქვს ამის პრობლემა რომ გიჯერებ ოღონდ ვიმეორებ 39000 ლარიანი პრემია არასდროს არ გამოუწერია არც ერთ დღეში არც ერთ ჩვენ რომელიმე დასაკია ჩინონიკს ასვიშავს დაჭირდა რა კარგია არა მეორე იმაზე მაქვს ლაპარაკი კიდე რა მართლა ამას გეუბნები ჩადით მუნიციპალიტეტებში და ნახეთ რამდენი ადამიანია გაცილებით მეტია დანიშნული განსაკუთრებით აიპებში, მაგრამ ესეც გადავდოთ გვერდზე. სწორია, კარგია, ბოლოს და ბოლოს იმ ერთ ადამიანს გაუჩნდა, ლუკმა. თავარზე შევთანხმდეთ. თავრობის შეცდომებზე პასუხისმგებლობა უწევს ხალხს. ხალხის ზურგზე წდება, ხო, ბოლოს ჯოხი. ამიტომ მე ვეუბნები ხალხის ზურგზე. ჩვენ დროს არ იყვნენ გაზუნიკებული ჩინოვნიკები, არა, ზუსტად. მე ხო სწორედ ამას გეუბნები. თავის დროზე უთხარი ხალხს, რომ თქვენ თუ იქნებით აქტიური, ხელისუფლება იქნება ჭკუით. ამიტომ ბატონო გაგო, ისეთ რა არის პრეტენზია, როდესაც ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეც იწოლებოდესა. როდესაც ნაციონალური მოძრაობა აკრიტიკებს მაგალითად ქალაქის მერს. დიახ, უკეთესი უნდა ყოფილიყავით ჩვენ. უკეთესი უნდა ყოფილიყავით. როდესაც გიგი უგულავას მე არავის აციხოთ არ მემდე და უკაცი არ ყავს მოგული, მაგრამ ის წეღარ უგახსენეთ ერთი წუთი გამჭირვალეა. ის ქალბატონი ჩემი მეზობელი კოორდინატორი როდესაც იმ სიაშია ვინც გაფორმებული იყო გასუფთავების სადაც ჯანდაბის სამსახურში და ხელფასი იღებდა იმაში რომ კარებზე მეკაკუნებდა ნაციონალიზმს მეცი ხმაო რატო უარყოფთ ამას კი გამჭვირვალე ჯანდაბაა ვინც არ უნდა თქვას რომ ეს ჭიქა გამჭვირვალეა გინდ ნაციონალმა გინდ ქართული ოცნების წარმომადგენლები იქნება ჭეშმარიტება ის იქნება გამჭვირვალე მაგრამ აღიარეთ რომ ხელფასი უხდიდით კოორდინატორებს და მაშინ უნდა იჯდეს ეს უგულავა ესე იგი უნდა იჯდეს უგულავა იმიტომ რომ პარტიას მოახმარა სახელმწიფოს ფული უნდა იჯდეს უგულავა იმ შემთხვევაში თუ შენ მას იჯი იმისთვის რომ ის ქნა რაც ქნა ოღონდ თუ მას
იმისთვის ჯირო უგუნავა მაშინ ეს უკვე სხვა რამეა არა სასამართლოს უსჯის მეგეთყვი როგორ გავარკვევთ სასამართლო იმისთვის უსჯის რომ ეს არის გამჭვირვალე გეტყვის ზვიად როგორ გავარკვევთ რა ერთი წუთი დამჭა სამწუხაროდ სასამართლო უსჯის ამისთვის ეხლა მაშინ თავარზე გადავიდეთ ზვიად თავრით დავამთავროთ 21-ში ხალხი ზვიად 21-ში მიტინგი არის ორგანიზებული ნაციონალური მოძრაობის მიერ რომელიმე სხვა ძალამ ვისაც უნდა ზვიად იმან დააორგანიზოს მიტინგი ჩვენ ვეტყვით ჩვენ ხალხური მიტინგზე მივიდეს იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ყველა უკმაყოფილო უნდა მოვიდეს ხო კიდე ერთხელ ვამბობ ზვიად რატომ უნდა მოვიდნენ გეტყვი იქ რომ ადამიანი სულაც არ ნიშნავს რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეა სულაც არ ვთქვით რომ ის ნაციონალურ მოძრაობას მიცემს მას მე ვეუბნები ქართული ოცნების მომხრესაც გამოვიდნენ და მიახვედრონ ეს ხელისუფლება რომ ამ ხელისუფლებას უკვე ხალხში კარგად საქმე არ აქვს სხვანაირად ვერ ხვდება ხალხის აქტიურობის გარეშე ხელისუფლება ვერ ხვდება და ეს ხელისუფლება მით უმეტეს ვერ ხვდება როგორც ვთქვა დიდი მადლობა ბატონო ამიტომ ვეუბნები ყველას მიუხედავად იმისა რატო აწყობს ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს მეტი რესურსი დააორგანიზოს ეს ყველაფერი დააორგანიზოს ბატონო კუკავას პარტიამ დააორგანიზოს რომელიღაც გამორთავს ეხლა უსუფაშვილი მიკროფონს საქმე ის არის რომ ამიტომ უნდა მივიდეს უკვე საქმე ის არის რომ მე სოციალურ ქსელებში და თქვენი მომხრე მედია საშუალებებით ღერა ითვლიან იმ ხალხს 1 კვადრატულ მეტრზე ამდენი ეტევა ამდენი მოვიდა და ასე თუ კი ვინმეს უნდა ეგ წავოდა ცალკე თქვენ რო ჩაატარებთ ვარკეთიში ის ჩაატარებს დიდ დიღომში რომ თავის მომხრები რომ თქვენ დაგიფიქსიროთ მე ძალიან მინდა რომ იქ მოვიდნენ მხოლოდ თქვენი მომხრეები თუ თქვენ კიდევ ერთხელ გაიგოთ ძალიან ცოტა ხალხი არასდროს არ ვიწყებთ ჩვენ ზვიად ჩვენ მაბატე მაგრამ ჩვენი მომხრეები ჩვენ ვართ პოლიტიკური და აი ხალხი ვინც ხარ წამოდით პოლიტიკური არა ზვიად მე კიდევ და ბოლოს გეტყვით თემდეგურს ყველად გეუბნებით მოგწონთ თუ არ მოგწონთ ეგ ერთადერთი პოლიტიკური ძალა რომელსაც დღეს შეუძლია შესაძლებლობა აქვს რომ შეიძლება გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან სამწუხაროდ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ არის არა სამწუხაროდ იცი რატო მარტო იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველა შემდეგი პრეზიდენტი მინდა მიშაზე უკეთესი ყოფილიყო მე მინდა შემდეგი ხელისუფლება იყოს ყველა წინაზე უკეთესი და ვიმეორებ დღეს სამწუხაროდ ყველაზე უკეთესი რომელიც შეძლებს რაღაცე რეაგირებას არის ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მე და შეხოსაუბრობ ყველაზე კარგი არ ნიშნავს ზვიად რომ საუკეთესო ის არის რა ქვია ყველაზე კარგი არ ნიშნავს კარგს ყველაზე კარგი ნიშნავს რომ სხვა ჯობია თუმცა ის რომ სხვა ჯობია სულაც არ ნიშნავს რომ დამაკმაყოფილებელი ჩვენ აღარ ვართ ეთერში აქ მეჩხუბებიან ფართო ძალიან დიდი მადლობა ბატონო ძალიან დიდი მადლობა ბატონო აკაკი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არაფერი დაგვიშავება ისეთი რომ აღარ მოხვიდეთ თქვენი პარტიის თქვენი თანაპარტიელები შემომწყრალები არიან ხოლმე ხანდახან ჩვენ გადაცემაზე გეუდებით კლავაც დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ჩვეულებისამებრ